17 დეკემბერს პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს გიორგი ვაშაძეს თავს დაესხნენ. ვაშაძეს თქმით, თავდამსხმელი 1976 წელს დაბადებული დავით ედიშერაშვილია. ამის შესახებ მან დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, მასზე თავდასხმა იურისტების შეფასებით კვალიფიცირდება როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან თავდამსხმელს სახრახნისით მისთვის დაზიანებების მიყენების რამდენიმე მცდელობა ჰქონდა. გიორგი ვაშაძის ცნობით, მასზე თავდამსხმის დამკვეთი არის რეჟიმი და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი. ვაშაძეზე თავდასხმის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ყოფებოდი რუსთაველზე მშვიდობიან დემონსტრანტებთან ერთად, რა დროსაც ჩემზე მოხდა ფიზიკური თავდასხმა პიროვნების მიერ, მხრიდან, რომელსაც ჰქონდა ბასრი სახრახნისი ხელში, ჯერ ზურგში დამარტყა ეს სახრახნისი, შემდგომ თავში და ყელის არეში. მოგვიანებით ჩვენ დავაიდენტიფიცირეთ, ეს არის დავით ედიშერაშვილი, 1976 წელს დაბადებული, მცხოვრები ვაზის უბანში. ჩვენ, ასე ვთქვათ, იურისტებთანაც ჰქონდა საუბარი, ქმედება, რომელიც არის ჩადენილი მისი მხრიდან ჩემს წინააღმდეგ, შეიძლება სისხლის სამართლის კოდექსით ფასდება როგორც მკვლელობის მცდელობა, რადგან არაერთგზის ცდილობდა აი ამ სახრახნისის დარტყმას ისე რომ, რა ვიცი, მძიმე ზიანი მოეყენებინა მათ შორის ყელის არეში.